საღამო მშვიდობის ყველას. მოვედით თქვენთან, აბა როგორ ხართ? სალამი ყველას ჩემო ძვირფასებო. მოვედით თქვენთან დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვედი კი. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. თქვენთან ერთად ახლა მეც კარტებს მოვამზადებ და ვიჭორავთ. საჯარო ლაივით. აბა როგორ ხართ? რა სიახლეები გაქვთ? ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ? გაიხარეთ. უღმესი მადლობა ყველას. ძალიან ისეთი რთული დღეები მქონდა, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ვერ მოვედი თქვენთან. თქვენამდე ვერ მოვედი, ძალიან მინდოდა გულით და სულით, მაგრამ ვერ მოვედი. ხო. მეც მაქვს რაღაც პერიოდი, ჩავარდნის პერიოდი. ჩავარდნის ისე არა ღმერთმა დამიფარეს, მაგრამ მაინც. აბა როგორ ხართ მეგობრებო? როგორ ხართ? რა ხდება თქვენსკენ? კი, მშვიდობა მაქვს, რა თქმა უნდა, გაიხარით, უღმესი მადლობა. ჩემი ხმა როგორ ისმის? იმედია დღეს ინტერნეტი არ გამაწამებს. ესეც ერთ-ერთი მიზეზი არის ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, მე მინდა დღეს ჩვენს ბიჭიკოზე ვილაპარაკო. ბიჭიკოზე არა ბოდიში, ქუცურაზე. ისევ და ისევ ჩვენი ქუცურა. სალამი ყველას. ყველას ჩემო ძვირფასებო. მინდა ჩვენს ქუცურაზე ვისაუბროთ დღეს. ჩვენს ქუცურიაზე. ეგ მეც მაინტერესებს. აი უნდა მოირიოთ ჩემო მეგობრებო. აი უნდა აიძულოთ. მე მწერს ეს ერთი კვირა მეგობრებო, მწერს, მაგრამ არაფერი არ იცვლება. დღეს აღარ წერ. მწერს თვითონ მარტო. დღეს არა გუშინიდან აღარ წერ. არ პასუხობ. საერთოდ არ შევდივარ საიტზე. აი ინსტაგრამზე მწერს და არ შევდივარ. აი ასე. არც ბლოკავ, მიყუროს, სპეციალურად არ ბლოკავ. არ დავბლოკავ, მიყუროს. მიყუროს. ხა. მოდი ახლა. ახლა რაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ უბრალოდ. აბა ნახოთ ახლა ჩემ ამ ლამაზი დასტით. კი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, გეთახსნები. კი ბატონო. დრო აჩვენებს ყველაფერს. განკვირვებლის როლი მოირგე, დრო აჩვენებს ყველაფერს. არი ნერვიულო, არაფერი არ იმალება არასდროს. ყველაფერს მოეფინება ნათელი, არი ნერვიულო, ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა ჩაიფიქრეთ ადამიანი და ნახოთ რაზე უნდა ვისაუბროთ უბრალოდ. რაზე უნდა ვისაუბრო, იგიც არ ვიცი. მოდი ნახოთ აბა. დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? ჩვენ რაზე უნდა ვიჭორავთ დღეს? ჩვენ რაზე უნდა ვიჭორავთ დღეს? რა არის ჩვენი საჭირო თემა? ბატონო. ძალიან საინტერესო. ქვემოდან ნახეთ რა კარტია. აი მეგობრებო, დღეს გვექნება სიმართლეზე, ნდობაზე, სამართლიანობაზე, რწმენაზე და ანუ ერთიანობაზე საუბარი. აი ზუსტად თქვენ და თქვენი პარტნიორი. ჩემო ძვირფასებო, აი პარტნიორი მეთქი და ბატონო, აი თქვენ და თქვენი პარტნიორი. მოკლედ. საერთო ინტერესები. აი საერთო მომავალი, საერთო ინტერესები. აი საერთო აი როგორ თქვა. ანუ უნდა დაჯდეთ და უნდა ისაუბროთ. აი მეგობრებო, ნახეთ? ორივე კარტი ამას ამბობს, გეფიცებით. აი არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ნახეთ. ესეც ხო ანუ საერთო ინტერესებია და საუბარია ერთად, უბრალოდ აქ კიდევ რაღაც მესამე არის და ეს ცოტა სამკუთხედისკენ მიდის. კი, საჯარო გაშლა და აქ კიდევ არის ნახეთ
სამართლიანობა და აი უნდა დაჯდეთ და უნდა ილაპარაკოთ. ეხლა ერთი კვირა ვლაპარაკობ და აზრი ვერ გამოვიტანე, ხა თქვენ სიტუაციას მოერგეთ მეგობრებო. ამ შემთხვევაში ვინც როგორ გიგრძნობთ გული, ისე მიიღეთ თქვენი სიტუაცია და თქვენი პოზიცია. მე პირადად ვსაუბრობ, მაგრამ აი აზრი არ აქვს. ერთი კვირაა ზუსტად, ამიტომ დავანებე თავი. თქვენი ამბავი თქვენ იცით. ხო. უყურეთ რა უნდა ამ ადამიანს, გაგრძელება უნდა, მაგრამ ვერა მოილაპარაკა რა უნდა. ქვეცნობიერში უნდა ალბათ, მაგრამ ამას ფიქრობს, მაგრამ ვერა მოვალაპარაკებიე და ხა ძალა ხო არა მეგობრებო. ხო, აი, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანს უნდა მიაღწიოს ყველაფერს. ამ ადამიანს უნდა რომ აი სულიერად ამოისუნთქოს და მას რომ უნდა ისე მიაღწიოს ყველაფერს. აი როგორ უნდა იგი ასაიოს ყველაფერს. აი როგორ უნდა იგი ასაინტერესო თორე. უნდა კი. ძალიან ცდილობს. ძალიან შორს მჭრეტელი ადამიანია, სხვათა შორის თქვენი პარტნიორი და ხო, ფიქრობს ახლა და ცდილობს, ყველანაირად ცდილობს, აი ხელებით, ფეხებით, ენით, ტვინით, თავით არ ვიცი. აი ყველანაირად ცდილობს. თუმცა ამ კარს თუ დავაკვირდებით, ეს კარტი კიდევ იმის არის, ხელს გიწვდით, რომ აი დამეხმარეო, შეიძლება ასეც იყოს კი, მაგრამ ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, მეგობრებო, ხა თქვენ თუნდა მიხვდეთ ალბათ. თან ისე უნდა მის გაკეთება, რომ აი თავი არ შეირცხვინოს და ისიც არ იფიქროთ, რომ ხო, აი მას თურმე ჭირდება თქვენი დახმარება, აი რა ადამიანურობა არა, ქალბატონებო, ხა თქვენ გეტყვით. მამაკაცი რო გეტყვის, ხელს გამოგიწვით, რომ მიშველეო, აი ცოტა სხვანაირად ჟღერს, ხო? თვითონ ასე ფიქრობენ, თორე მე სულაც არ ვფიქრობ ამას ცუდად. ხო, თითქოს და იქეთ ჭირდება მას დახმარება, მაგრამ ვითომ და აქეთ გჭირდებათ თქვენ ამას გაბრალებთ. ხო, არ აღიარებს, აბა რა. ხო, აი, რა უნდა? უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს დასტები. ანუ უნდა თქვენთან ოცნებების და თავისი გეგმების ასრულება. აი, ხედავს თქვენში პოტენციურ მომავალს, აი ხედავს მომავალს თქვენში. კი. ძალიან ბევრი იმედი აქვს და რწმენა აქვს ამისი. თქვენს პარტნიორს. ხო, მოკლედ ეს სიკვდილის არკანი, ეს შეიძლება ისიც იყოს, რომ თვითონ წავიდა და თვითონ დაასრულა ეს ყველაფერი და თვითონ გაერიდა ამ ყველაფერს, ამ გრძნობას, ამ ურთიერთობას, ისეც არის და მეორე არის კიდევ ის, რომ სიკვდილის არკანი ეს არის ტრანსფორმაცია ადამიანის, რომელიც ნახეთ, როგორი შუქი აქვს ორგანიზმში, ანუ უკვე მკვდრეთით აღდგება რო იტყვიან, აი გარდასახვა ხდება ახლა ამ ადამიანის ორგანიზმში და ყველანაირად. ხო, მე არ პასუხობ. ხო და მეგობრებო, ანუ რაღაცა გარდასახვა მოხდება. არ უპასუხოთ, ჩემო კარგო, არ უპასუხოთ მეგობრებო. აი დამიჯერეთ. არ უპასუხოთ, საერთოდ არ შეხვიდეთ. მე იცით რა უთხარი? რამდენს მომწერ შემოვალ წავშლი უთხარი. არ წავიკითხავ. შენ მიყურე მასე მეთქი. კომენტარები დავუბლოკე. კომენტარებს მიწერდა და დავუბლოკე მეგობრებო. კომენტარები დავუბლოკე. კი, ასე ვქენი. მიყუროს ახლა. მოკლედ თქვენ ხართ ის სასიცოცხლო რესურსი, რაც მას ჭირდება, და არ გაგიკვირდეთ ისიც, რომ ეს ადამიანი იბრუნებს ამ ყველაფერს. რაღაც შესაძლებლობების დაბრუნება უნდა თქვენი სახით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ეს ძალა თქვენ ხართ. ამიტომ უნდა ამ ყველაფრის დაბრუნება, კი. ამ ურთიერთობის გაგრძელება უნდა, ამ ყველაფრის. თუმცა აი როგორ აიცი, აი კაჟი ქვასავითაა. უნდა ერთია, მაგრამ იცი როგორა უდრეკი, ამას არ შეიტეხავს. არადა ქვასავით ძლიერია. თან ქვასავით ძლიერია, შეიძლება მართლაც ფიზიკურადაც და ვიზუალურადაც აი ძლიერი იყოს ადამიანი შეხედავ და იფიქრებ, რომ აი ვერ წააქცევ. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი იყოს ასეთი კი. შეხედავ ძლიერი, მაგრამ ხო. თან თავდაჯერებული. რამხელა ეგო აქვს მეგობრებო. ძალიან დიდი ეგო აქვს ამ ადამიანს. ხო და მოკლედ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეს ადამიანი. ეხლა არის კონფლიქტურ სიტუაციაში, რაც აყენებს ძალიან დიდ ტკივილს ამ ადამიანს.
თუმცა ძალიან ბევრი არაკეთილის მსურველი წყავს ამ ადამიანს, მინდა გითხრათ, რომელიც შეიძლება რაღაც ზემოქმედებას აი ეს ამ კარტს ახლა დავაკვირდი გეფიცებით მეგობრებო. ესეც მაგიის კარტია. ნახეთ? ლიანიე. ვიღაცა მოქმედებს მასზე. რაღაცით, ან საჭმელში რაღაცას უყრის, ან დასალევში, ან წყალში, ან ენერგეტიკულად ადამიანებს მასზე. რაღაცით, ან საჭმელში რაღაცას უყრის, ან დასალევში, ან წყალში, ან ენერგეტიკულად ადამიანებს კი, აი გაჭედა ჩემს ჩემმა ტელეფონმა დაიწყო პერებოი რო იტყვიან. კი მეგობრებო, აი ამ ადამიანს უშლის ყველაფერში ხელს, თუნდაც თქვენთან დარეკვაში, თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსასვლელად, ვიღაცა მოქმედებს, თქვენ თუ იცით ვინც არის, ნამდვილად არ ცდებით. კი. არ ცდებით, აი, თვარეში აყენებს. არა და როგორ უნდა გამოგცევა თქვენთან, როგორ უნდა ამ ურთიერთობის გამოსწორება, როგორ უნდა ამ ყველაფრის, აი, არ ვიცი როგორ, ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, აი ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე, წარსული ტკივილსაც აყენებს. თან დაბრუნებაც უნდა, ვერ გამოდის ამ წარსულიდანაც, მეგობრებო, აი რაღაც არის ლაბირინთივით, რაც ჩახვეულია და ვერ გამოდის ამ ყველაფრიდან ეს ადამიანი. ნახეთ რა ლამაზი კარტებია, ესეც და ესეც. ძალიან უნდა რომ გამოიქცეს თქვენთან, მოგიახლოვდეთ. აი როგორ მოგიახლოვდეთ, იცით რომ გამოასწოროს ეს ყველაფერი, რომ ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდეთ ორივეს, რომ იყოთ ბედნიერები, აი რომ რაღაც დაიბადოს თქვენთან, აი ურთიერთობა დაიბადოს ისე, ან ბავშვი დაიბადოს თქვენი, საერთო, აი ყველაფერი უნდა ამ ადამიანს, აი რა ვქნა, რასაც ვიღებ თქვენს წინ. დრო იწურება, ამაზე ძალიან ნერვიულობს. დაკარგული დრო, ეს ძალას არ თმევს, მეგობრებო. ძალას არ თმევს, თუმცა გითვალთვალებთ, გააკონტროლებთ თავიდან ბოლომდე ეს ადამიანი. კონკრეტულად თქვენ თუ გონიათ რომ ეს დაიკარგა და თქვენ საერთოდ ბოდიში და ფეხებზე კიდიხართ, ესე არაა, ეს არ იფიქროთ ერთი წამითაც. ჩემო ძვირფასებო, ეს არის საჯარო გაშლა კი. რაც თქვენ გულთან მოვა მიიხეთ, ჩემო მეგობრებო, რაც არ მოვა და არ ინერვიულოთ ამაზე. თქვენ რაც გინდათ აიღეთ, რაც არ გინდათ და გაუშვით, არ მოусმინოთ. ხო, აი რო გაკონტროლებთ ამ ყველაფერს არ ამბობს და უკვე მეუბნება რომ აღარ გავაგრძელო საუბარი, იმიტომ რომ არ უნდა რომ კიდევ რამეები იცოდეთ. აი ფარულად გაკონტროლებთ. დაფარული საიტით, დაფარული აკაუნტით და ასე შემდეგ. კი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მე შეკითხვებზე პასუხს არ ვცემ დღეს, ასე რომ არც ტელეფონს ვაქცევ ყურადღებას, მომიტევეთ, მაპატიეთ, უბრალოდ საჯარო ლაივით მოვედით თქვენთან, თქვენზე და თქვენს პარტნიორზე სასაუბროთ, რაც არის, რისი თქმა სურს თქვენს პარტნიორს. აი, ეს არის ჩვენი თემა. რისი თქმა სურს პარტნიორს და რა არის საერთო ინტერესები. კი ბატონო. აი ასე, ჩემო ძვირფასებო, ამ თემაზე ვისაუბრებ მე. იმედია გავაგრძელებ სხვა დასტით. კიდევ ორი დასტა მაქვს, მეგობრებო, რომლითაც ვაპირებ აი ამ ტაროს დასტით და ამ ასტრაბარათით დღეს ვიმუშავებ თქვენთან ერთად, ასე რომ თქვენ თავარია დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ, ჩაი, ყავა, წყალი, რა ვიცი ვის რა გინდათ, ამ კარტებს დავტოვებ. ხო, ასე რომ ეს ორი კარტი იყო აქ და აი
არ გადამივარდეს. კარტებს გადაურევ ახლა თქვენს თვალწინ, აი ესე, ჩემო ძვირფასებო და დავიწყებ. რისი თქმა სურს თქვენს პარტნიორს, რა საერთო ინტერესები აქვს თქვენთან დაკავშირებით. გამომიგზავნე ჩემო კარგო და აუცილებლად შემოვალ. გამომიგზავნე live-ს როდესაც ჩართავ და აუცილებლად შემოვალ ჩემო კარგო. აუცილებლად უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, აი კომენტარებისთვის. ხო, აუცილებლად შემოვალ. უღრმესი მადლობა ყველას. მოკლედ დავიწყოთ ხო? დავიწყოთ მეგობრებო. აბა ვნახოთ ჯერ ვინ არის თქვენი პარტნიორი, რა ენერგიებშია. მოკლედ დავიწყოთ ხო? დავიწყოთ მეგობრებო. აბა ვნახოთ ჯერ ვინ არის თქვენი პარტნიორი, რა ენერგიებშია. ხო, აი დაეწყო მეორეჯერ უკვე შემოტება. მაგარი შემოტება აქვს თქვენს პარტნიორსაც მეგობრებო. მე ასე ვფიქრობ, რომ ალბათ მაგის ბრალია. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორი ახლა არის ეს როგორ ენერგიებში, ამადან ყველაფერი აქვს, მაგრამ არაფერი არ უხარია. შეიძლება კარგათაც ცხოვრობდეს, მანქანაც ყავდეს, ბინაც გქონდეს, აგარაკიც გქონდეს, ბედნი ფულიც გქონდეს, ყველაფერი გქონდეს, კარგი ცხოვრებაც, აი აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ არაფერი ეს სიმდიდრე და ქონება, ხო, აი ბედნიერებას არ ანიჭებს. ამბობს, რომ აი რა თმინდა, ტყულა გადავყარე ფული, ტყულა ის, ყველაფერი არის ტყუილი. კიდევ რა ენერგიებშია, ხო? თუ ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება, ამბობს, რომ უბედურ ქორწინებაში ვარო. ეს არის აი ტანჯვა წამება მისთვის. იცით რატომ? პირველი კარტი არის თქვენი. ქალბატონებო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში. მესამე ხართ თუ მეორე ხართ, მე ამას ახლა აქ არ განვიხილავ ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ თქვენ რომ არსებობთ მის ცხოვრებაში, ეს უკვე თავის ცხოვრებაში არის იქ, სადაც არის მისთვის ჯოჯოხეთია და თქვენ ხართ 64. აი ასე. ძალიანაც კარგი პირველი თუ ხარ. მოკლედ, სადაც არის, იქ შეიძლება მშობლებთანაც იყოს მეგობრებო, ეხლა პირდაპირ გაგებით, ნუ მიიღებთ, ძალიან ბევრი ხართ, ასე რომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ. თქვენს გამო ღამის უძილობა აქვს ამ ადამიანს. თქვენს გამო ძალიან ბევრი აი ნერვიული ფონი აქვს, სულ ნერვიული ფონი აქვს ამ ადამიანს, ძალიან ცუდათაა. კრიზისი აქვს კიდე თქვენს გამო, ფინანსები დაიკეტა, კონფლიქტშია. ძალიან ცუდ ამბებშია მოკლედ. რო იტყვიან. კიდევ რა ხდება მასთან? ვინ არის ის? ეს არის ის ადამიანი, ვისაც სადღაც ეჩქარება და ვისაც ეშინია რომ არ დააგვიანდეს. დაგვიანების ეშინია. კიდევ ის მეგობრებო, რომ ბალანს ეძებს საკუთარ თავთან. ახეთ, ბალანს ეძებს საკუთარ თავთან ეს ადამიანი. კი. ბალანს ეძებს საკუთარ თავთან. აი როგორ მინდა რომ კარგად გაჩვენოთ და ეს რაღაცნაირად უნათებს. ბალანს ეძებს საკუთარ თავთან ეს ადამიანი. ვინ არის ის? ვინ არის და აბატონო? მანიპულატორი ადამიანი, მაგი მანიპულატორი. ადამიანი ყოვლის შემძლე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ხედავს და მეც არავის. ადამიანი გამოცდილი, ძლიერი, ნებისყოფიანი, მამაცი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცებს გამოიგონებს. შეიძლება იყოს კიდევ მწეველიც. შეიძლება უყვარდეს თამაში, შეიძლება უყვარდეს აზარტული თამაშები, აზარტული ადამიანია. და ადამიანი, რომელიც ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია, უკან არიხებს არაფერზე. აი, ნუ რა ვქნა. ხო. ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ადამიანი, რომელიც უკან არიხებს არაფერზე. აი ესაა ეს ადამიანი, თქვენი პარტნიორი, მანიპულატორი და მაგი. მაგი მანიპულატორი.
ეს ორი კარტი ხო სასწაულია ერთად. თან გონიურულად აკეთებს ამ ყველაფერს, მეგობრებო. არ გეგონოთ, რომ უნებლიეთ ცდება. არა, გონიურულად აკეთებს ამ ყველაფერს. ურთიერთობაშიც ასევე იქცევა. თუმცა სიყვარული აქვს. დაღიარებს სიყვარული აქვს, კი. და ეს არის სამკუთხედი. ეს კარტი ახლა რამდენადაც სამკუთხედებს ნიშნავს, სამიანების თასებია და სამკუთხედები ყველაფერია, ამავე დროს არის კიდევ გამარჯვების და რაღაცის დაბოლოების. ხო, იცოდეთ, თუმცა ტყუილები არის ისევ აქ და ეხლა ვნახოთ ამის შემდეგ რა კარტი ამოვა და მერე გეტყვით ამ ყველაფერს. ხო, თქვენი ჭხუბის მიზეზი რა იყო? და ტყუილები, დაბრკოლებები, თავისი მანიპულაციები, თავისი ხრიკები, სამკუთხედები. აბატონო, ძალიან მინდოდა ეს კარტი სხვანაირად მომეტანა თქვენამდე, მაგრამ ნუ ვერა, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ უბრალოდ ასე ამბობს, საუბრობს თქვენი პარტნიორი, რომ აქ იყო ტყუილები, აქ იყო კიდე რაღაც ოჯახური პრობლემები, არეულობა და ამ ყველაფერმა მოიტანა დაბრკოლებები. აბატონო. ამ ფერ დღეშია ეხლა, საშინელ დღეშია, თავის ტყუილებშია. რა ენერგიებშია და ნახეთ რა ენერგიებშია, მეგობრებო? ისეთ ენერგიებშია ჩემო ძვირფასებო, რომ ძალიან ცუდადაა. ძალიან ცუდადაა თქვენ გამო. აი, ესე შეგიყვანათ ხმლებში, დაგტოვათ ესე მარტო თქვენ ცხოვრებასთან ერთად, თქვენ შრომობთ, ბრძოლობთ, ყველაფერს აკეთებთ, ზოგი შეიძლება ღამეებს ათენებდეთ, მუხჩახრილი შრომობდეთ, აი, პაზლებით აშენებდეთ თქვენ ცხოვრებას და გაგანადგურათ, მოკლედ რო იტყვიან. ეხლა თვითონ არის ამის გამო ცუდად. ხო. თქვენ რო ესეთ დღეში შეგიყვანათ, აი ამას ძალიან განიცდის და ეხლა თვითონაც ცუდად. კიდევ როგორია თქვენი პარტნიორი, რა ხდება მასთან? შეცდომები და სამყაროს იმედი აქვს. სამყაროს იმედი აქვს თქვენს პარტნიორს, სრულყოფილების იმედი აქვს და აი მე აღარ ვიცი, თქვენი ურთიერთობა ეს ადამიანი პაუზაშია უბრალოდ. ეხლა დაპაუზებულია მისი ცხოვრება, მისი მომავალი, მისი გეგმები, მისი ყველაფერი და რადგან პაუზაშია, ამიტომ სამყაროს იმედი აქვს, მეგობრებო, ასე რომ კი, ეხლა ამ ადამიანს სტაგნაცია აქვს, თუმცა ძალიან ცუდადაა. მოკლედ ესეთი იყო მისი ენერგიების წაკითხვა, ჩემო ძვირფასებო. თუ კი ემთხვევა მის დახასიათებებს, გავაგრძელოთ ყურება. მე კიდევ მოგესალმები, ვინც ახლა შემოგვიერთდით. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. ამ ლაივს, როდესაც დავასრულებ, აუცილებლად ავტვირთავ სავარაუდოდ ხვალ დილით YouTube-ზე და შეგიძლიათ მერე სრულად უყუროთ. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ ჩვენი სასურველი თემა. რისი თქმა სურს, რაზე სურს ლაპარაკი, ანუ რა სიმართლეზე სურს ლაპარაკი თქვენს პარტნიორს და რა საერთო ინტერესებზე საუბრობს. აი ხედავთ ხო, საერთო ინტერესები და სამართლიანობა, ანუ სიმართლე. გულწრფელი საუბარი, გულწრფელი უნდა რომ იყოს ამ ადამიანს, მეგობრებო. და უნდა რომ გქონდეთ აი როგორ იცი, მოილაპარაკოთ, რომ ერთიანად იმოქმედოთ. თუმცა იქ რაღაც არის კიდევ, აქ კიდევ რაღაც არის, მეგობრებო. ნუ გავარკვევთ ეხლა ამას რა არის ეს. მოდი დავიწყოთ ეხლა, რადგან პირველია მოვიდა ეს კარტი, დავიწყოთ ამითი. ამითი დავიწყოთ. საერთო ინტერესები. რა საერთო ინტერესებზე საუბრობს თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორი რა საერთო ინტერესებზე საუბრობს? ანუ, ჩემო ძვირფასებო, საუბრობს იმას, რომ
თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ ხართ ძალიან ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ მოლაპარაკებები, აი ბიზნეს ლედები, ბიზნეს ვუმენები, ან ბიზნესმენი ხართ, ვინც მიყურებთ, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა ჩემო ძვირფასებო. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ძალა და ძალიან ბევრი შეგიძლიათ. ბევრი რამის შემძლეები ხართ. კომერციული საქმიანობა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ. და ამიტომ ამ ადამიანს უნდა რომ აი მოილაპარაკოთ. საერთო ინტერესები გქონდეთ. გქონდეთ საერთო საქმიანობა, საერთო აზრთა ხედვა გქონდეთ. აი ერთიანი მომავალი შექმნათ რაღაცა. ანუ ორივე ერთად მოქმედებდეთ. მოდი ასე ვიტყვი. ხო. კიდევ. თუმცა არ გამოსდეს ამ ადამიანს. იმიტომ რომ ეს ადამიანი მაინც რაღაცნაირად საკუთარი თავის საკუთარი ანუ მისკენ უფრო მეც იწიწავს. მას უნდა რომ მხოლოდ მისი აზრები, მისი ფიქრები მოგახვიოთ. კი ამბობს რომ საერთო ინტერესები, მაგრამ მაინც არ გამოგდით ეს ამის მიღწევა მასთან და წინააღმდეგობის გაწევა მაინც გიწევთ თქვენ. რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ სირთულეებს. ხო, თუმცა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულები ხართ, მეგობრებო. თქვენ თვითონ ზოგადად ძალიან მშვიდები ხართ. მოკლედ, უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა ამ ადამიანს, უნდა ამ ადამიანს ურთიერთობაში ფინანსების ჩადება, ენერგიის ჩადება, აი, უნდა რომ რეორგანიზაცია გაუკეთოს ამ ყველაფერს. ანუ ხედავთ, მაინც და მაინც აი როგორ მინდა გითხრათ, აი ისევ მას უნდა მისი აზრების მოხედავთ, მაინც და მაინც აი როგორ მინდა გითხრათ, აი ისევ მას უნდა მისი აზრების მოხედავთ. ხო, აი ნახეთ. რეორგანიზაცია უნდა რომ ისევ და ისევ მას უნდა რომ გააკეთოს. აი თქვენ კი არა და თქვენთან ერთად კი არა, მისი, მარტო მისი. ხო, მას გონია რომ მარტო მისით იქნება ყველაფერი ურთიერთობაში. არა და ასე არ გამოვა. ვიცით ხო? ესე არ გამოვა. კიდევ რისი საერთო ინტერესები? არ ვიცი ამ ადამიანთან ზოგადად რა უნდა გამოვიდეს, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუმცა საკუთარ თავს თვითონ ანადგურებს ეს ადამიანი, იმიტომ რომ უყურეთ ახლა რა ხდება აქ. თქვენ თუ ფიქრობთ რომ ან ეჭვი გაქვთ რომ ეს ადამიანი ვინმესთან ურთიერთობაში იმყოფება, თუნდაც იცოდეთ რომ იმყოფება, მეგობრებო. ეჭვიანობის საბაბი არ გაქვთ. ძალიან ცუდად აიქ, ჯერ ამ კარტს შეხედეთ. და მე ეს კარტი არის კიდევ ურთიერთობა, სადაც არაფერი არ აქვს. იქ არაფერი არაა, მეგობრებო. ეს არის მარტოობის კარტი. იმიტომ რომ ამ ადამიანთან ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. უსიამოვნებები აქვს იქ, სადაც არის და გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს და ეს კიდევ ერთ-ერთი იმის დამადასტურებელია, რომ ურთიერთობაში თქვენთან დაკავშირებით ვერ ხერხდება აი საერთო აზრების, საერთო ინტერესების, საერთო მომავლის დაგეგმვა და ამ ყველაფრის ასრულება. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, არ გამოსდის. შეიძლება თქვენ ეხლა უყურებთ თქვენს პარტნიორს, რომლებთანაც იმყოფებით ქორწინებაში და შეიძლება აქ არავინ არ ყავს. ესე შეიძლება იყოს, უბრალოდ თქვენ შორის ურთიერთობაში არაფერი ხდება. სტაგნაცია, ცალ-ცალკე ხართ. თქვენ შორის ურთიერთობა არ არის. შეიძლება ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდეთ, მაგრამ ურთიერთობა არ გაქვთ. ესე შეიძლება იყოს, მეგობრებო. ხო, ეხლა სულელის არკანი, ამას თუ არ ჩავთვლით ახლა იმას, რომ მოკლედ ამ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი გაანოლოს და მოკლედ გარისკოს თქვენთან დაკავშირებით და მოილაპარაკოთ და ეს ანუ იცით რა გააკეთოს, საშუალება მისცეს თავის აი მას რა ქვია ფიქრებს და საქციელებს ის რომ უბრალოდ წამოვიდეს რაღაც დროით თქვენსკენ დაგეთანხმოთ იმაში რომ კარგი მოდი მოვილაპარაკოთ, ანუ დაგყვეთ.
ანუ თქვენ დაიყოლიოთ ეს ადამიანი, თქვენ როგორც გინდათ ისე, თქვათ. ხო, მაგრამ აქ აი ზუსტად ის, რომ აქ ეს მესამე ტყუილად არ არის. ეს მესამე აქ ტყუილად არ არის. ესეც კიდევ გაითვალისწინეთ, რომ აქ რაღაც არის, მეგობრებო, ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც თქვენთან, მოკლედ და ამას დანარჩენი ჩემი ტაროს დასტაც ამბობს ამას, რომ რაღაც არის თქვენში, თუნდაც ცოქმარი იყოთ, ხელისშემშლელი ფაქტორები. ასევე თუ კი არ ხართ ცოქმარი, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა როგორ ხართ და რა ხართ ერთმანეთის მიმართ. ხელისშემშლელი ფაქტორები გააქვთ, რაც გიშლით ხელს მოლაპარაკებებში, საერთო ინტერესების დაცვაში და გაგრძელებაში, ცხოვრების გაგრძელებაში. გიშლით ხელს. თუმცა ეს ადამიანი გარისკავს, გარისკავს და ამ ყველაფერს ეცდება, კი. ამ ყველაფერს ეცდება. აქ რა ხდება? ხო, აი ნახეთ საყვარელ ადამიანებზე, აი ხო გეუბნებით, აქ შეიძლება იყოს დამოკიდებულება მშობლებზე, სამსახურზე, სიტუაციაზე, ოჯახზე, თუ კი თქვენ პარტნიორს ოჯახი ყავს და ან შეიძლება იქ ნამდვილად არაფერი არ აქვს, შვილები თუ ყავს, აი შვილებზეა დამოკიდებული და ანუ ხვდებით ხო? ამ ყველაფერზეა ზუსტად ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუმცა ეს ადამიანი ძალიან თბილი და სიმპათიური მამაკაცი შეიძლება იყოს, პარტნიორი თქვენი შეიძლება იყოს, ძალიან ისეთი თბილი პიროვნება, ზრუნველი, მაგრამ ესეთ ადამიანებსაც ემართებათ მსგავსი რაღაცები, გაწმუნებთ, ამიტომ 100%-ით დარწმუნებულები ნუ იქნებით იმაში, რომ ჩემი პარტნიორი ამას არის ამს და ვერ დავიჯერებ და ასე და ისე, მეგობრებო. ხო. მიჯაჭვულობა აქვს. აი რაც ვთქვი ახლა, იქ დამოკიდებულება, სადაც არის და მიჯაჭვულობა. თქვენთანაც მოჯაჭვული ეს ადამიანი, ზოგადად ერთმანეთზე გადამბულები ხართ. ესეც ძალიან ცუდია, ესე როა. ეს არის სულ მავიწყდება ეს მეგობრებო, რომ არის არაჯანსაღი ურთიერთობა. რაც არის ტელეფონი გადამიხურდა და რა სჭირს არ ვიცი, ჩემო ძვირფასებო, ძალიან არ მინდა რომ გავწყვიტო. და მოკლედ ეს არის ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რომ ამ ადამიანს უკვე სიზარმაცე აქვს შეპარებული. თუმცა, ნახეთ, ერთი წუთით მოვალ ახლა. თუმცა ჩემო ძვირფასებო, ბედს ისევ ეცდება, ქვემოდან არის ბედის კარტი, ბედის ბორბალის კარტი და ამბობს, რომ ნუ აქამდე რაც იყო, დავმარცხდი თუ გავიმარჯვე, ისევ ცდიო ამბობს, თუმცა მარცხი აქვს კი თქვენთან დაკავშირებით, თქვენს გამო, თქვენი არყოფნის გამო მიცხოვრებაში დამარცხებულია და ამიტომ კიდევ ეცდება იცოდეთ კი, ეს ადამიანი თავს არ დაგანებებთ იცოდეთ. ახალ შესაძლებლობებს მოძებნის, ახალ გზებს მოძებნის თქვენთან მოსასვლელად და სიახლეების შემოსათავაზებლად და უნდა რომ აი ითანამშრომლოთ ურთიერთობაში. კი, უნდა რომ აი საერთო ინტერესები დაიცვას და ამ ყველაფრით გააგრძელოთ თქვენ ურთიერთობა. კი, ახალ გზებს მოძებნის. ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო. მოდი ახლა ვკითხოთ. რამდენად? კი, უნდა მოსვლა, უნდა. კი ბატონო, ხედავთ, აგერ უნდა მოსვლა. ახლა ვკითხოთ, აგერ ჩვენი მეორე სათაური, ქვესათაური. ბატონო, ჩვენი მეორე ქვესათაური. რამდენად სამართლიანი იქნება თქვენი პარტნიორი და რამდენად უნდა ენდოთ ამ ადამიანს. აბა მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ ეს ამბავი. რამდენად იქნება სამართლიანი და რამდენად უნდა ენდოთ თქვენ ამ ადამიანს. რამდენად უნდა ენდოთ ამ ადამიანს. გამეცინა. ვისთან არის ახლა ასაკით პატარა პარტნიორი? ვისთან არის ასაკით პატარა? თუმცა ერთს გეტყვით მეგობრებო, ეს ადამიანი იბრძოლებს ამისთვის. გარანტიას გაძლევთ, რომ იბრძოლებს. ყველანაირად იბრძოლებს, ყველაფერს გააკეთებს, ეს ადამიანი უკვე მზადაა.
თავისი ხმლებით თუ ხანჯლებით თუ რითითაც გინდათ დუბინკით თუ რაც გინდათ კომბალით თუ თოხით თუ არ ვიცი ბარით ყველაფრით ეს ადამიანი იბრძოლებს გამეცინა ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი შეიძლება იყოს ან უკვე თმა გაცვენილი ან ცვენა კონდეს დაწყებული ან ქერა რუსის ტიპი კი და ჭაღარა ნარევი სხვათა შორის ესეთი შთაბეჭდილება მრჩება სუსტი და მაღალი მეგობრებო ისეთი ბავშვის შეხედულების ასაკი არ ეტყობა ამ ადამიანს თავისი ასაკი შეიძლება არ ეტყობოდეს ბევრ თქვენთაგანთან ასაკშია სხვაობა მაგრამ თუ კი ასაკში არ არის სხვაობა რადგან ბევრი მიყურებთ ამ ადამიანს რომ შეხედავთ ასაკი არ ეტყობა თავისი უფრო ნაკლები შეხედულების არის კი ხო ელოდეთ ამ ქერას ელოდეთ ქერას კიდევ ელოდეთ მანიპულაციებს მისგან მეგობრებო მაგრამ რადგან ეხლა უკვე იცით იმდენად აღარ იმოქმედებს თქვენზე გარწმუნებთ სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს ხო რამდენად უნდა ენდოთ რამდენად იქნება სამართლიანი რამდენად უნდა არ ვიცი რამდენად დაიბრუნებს თქვენს ნდობას ეს ადამიანი მოდი ვკითხოთ რამდენად დაიბრუნებს თქვენს ნდობას მინდა გითხრათ რომ კი ეცდება თქვენი ნდობის დაბრუნებას ეცდება მოდი ახლა ამ კარტს აქ დავდებ თქვენი ნდობის დაბრუნებას ეცდება ეს ადამიანი თუ კი აქამდე არაფერს არ აკეთებდა აი ხედავთ ხო ეს ორი კარტი და სასწაულია ახლა ეს სამივე ერთად მაგი გამოცდილი ადამიანი თავისი გამოცდილებებით და მანიპულაციებით აი სპეცია რა რო იტყვიან და კიდევ ეს ბრძოლის კარტი ანუ ადამიანი ყველაფერს გააკეთებს ფული თუ უნდა ჩადოს ჩადებს ფულს რა ენერგიაც საჭიროა ყველაფერს ჩადებს ამ ურთიერთობაში თან გონივრულად მეგობრებო აი რაღაცნაირად ხო გონივრულად ეხლა თქვენ როგორ მიიღებთ ამ გონივრულობას არ ვიცი მაგრამ გონივრულად კი ლიდერობა უნდა ამ ადამიანს ეხლა მაქს რომ არ უნდოდეს ლიდერობა სასწაული იქნებოდა ეხლა სხვანაირად ვერც ვიტყვი შემოვიდეს მერე არ გამოვრიცხავ რომ გვიყურებდეს. ეხლა თქვენი პარტნიორიც ზოგჯერ ასეც ხდება მეგობრებო. არ გაგიკვირდეთ რომ თქვენი პარტნიორი თქვენთან ერთად უყურებდეს ლაივებს. ან საჯარო გაშლებს. კი. შემოვიდეს მერე, თუნდაც ჩემი შემოვიდეს, ჩემ არ იცის თორე. შემოვიდეს, რა პრობლემაა? მე არ მითქვი ამისთვის, არა საჭირო იცოდეს. ხო. აი ესე უნდა რომ თქვენს გვერდით დაჯდეს. აი ესე უნდა რომ თქვენთან ერთად ესე თქვენ ხმარა მოიღოთ და გაისუსოთ და გასუსული იყოთ. ხო, აი ესე უნდა თქვენთან ერთად ჯდომა ამ ადამიანს. თითქოს ესაა ყველაფერი, ეს პოზა არის გამეცინა პოზა. პოზას თუ დაუმატებთ პოზას ხმერთო. ხო, აი ესე უნდა ყოფნა თქვენთან ერთად. და თუ უნდა მას რომ თქვენ ენდოთ. ეხლა რამდენად ენდობით ამ ადამიანს მე არ ვიცი, მაგრამ ხო. ჩვენი შეხვედრა ოდესმე თუ იქნება მეგობრება, აი მე პირადად, ხო? ესე არ დავჯდები მასთან. განა იმიტომ რომ მართლა მეშინია რაიმეს, არ მივანიჭებ ამ სიამოვნებას. გეფიცებით ადამიანობას. აი ასე, არ მივანიჭებ ამ სიამოვნებას, ადამიანობას გეფიცები. თუ ხუმრობდე და თუ ვტყუოდე. აი ასე, შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს ჩემო ძვირფასება. კიდევ რას გეტყოდათ? მოკლედ, თქვენ შორის ისეთი რთული სიტუაცია, მეგობრებო, ძალიან ნერვიულობს ამ თქვენი ურთიერთობის ცვლილებებს ეს ადამიანი. ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, გაუგებრობაშია, აი ხედავთ ხო? აი, ჯერ ეს ერთი უნდა რომ ამ ურთიერთობაზე იზრუნოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის, მაგრამ როგორ გააკეთოს არ იცის ჯერ ეს ერთი.
გაუგებრობაშია ძალიან, აი ხედავთ ხო, სახე არ ჩანს. აი მოდის მოსვლა უნდა, მაგრამ ვერ ხვდება როგორ. შეიძლება მოდის უკვე, მაგრამ არ იცის რა სიტუაცია დახვდება, ესეც არაა გამორიცხული, რომ უკვე გზაში იყოს და მოდიოდეს მეგობრებო. მოკლედ ხო. აი რაღაც ასეთი. არა, არ იცის, ვერ ხდება რა გააკეთოს. манипуляტორიც ვერ ხდება და მეგობრებო. აი იმდენად დააბნიეთ ადამიანი, ხო? ვერ ხდება რა უნდა გააკეთოს. არა და მაგი манипуляტორი. მოდი ახლა ვკითხოთ მინდა მეგობრებო, თქვენთან ერთად მინდა ახლა შევეკითხოთ თქვენს პარტნიორს. აი ესე საშუალება რომ მიცა ახლა მას ვინ სამყარო უფალმა ან თქვენ ამის საშუალება რო გქონდეს ახლა ესე გვერდით რო დაგიჯდეთ და ესე ხელი გადაგხვიოთ ვაი მის პატრონს უბედურს ხო რას გეტყოდათ მოდი ვკითხოთ აი რას გეტყოდათ ამ დროს რას გეტყოდათ ადამიანი ძალიან მაინტერესებს რას გეტყოდათ ამის ხო უყურეთ რას გეტყოდათ გეტყოდათ იმას რომ ჯერ ერთი შენ ხარ ძალიან მშვიდი შენ იცოდი ეს ყველაფერი თქვენ წინასწარმეტყველები ხართ მეგობრებო თქვენ ყველაფერი ისედაც წინ და წინ იცით საჯაროებს თუ უყურებთ კიდე ხო საერთოდ ამაზე ზედმეტი ალაპარაკი რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს ამაში ეს ერთი ხო შენ ყველაფერი ისედაც უკვე იცოდიო გეტყვის რომ მე მქონდა ძალიან ბევრი პრობლემები, უსიამოვნებები ოჯახში და დამენგრა ოჯახი და დამემხო თავზე ყველაფერი ამას გეტყოდათ? აქედან დაიწყებს. ხა. მქონდა ფულის პრობლემებიო, ამასაც გეტყოდათ და ანუ ძალიან ცუდად ვიყავიო, ამას გეტყოდათ? მის საშუალება რომ მიწეს, ესე რომ დაგიჯდეთ გვერდით, ამას გეტყოდათ კი. ხო, კიდევ რას გეტყოდათ? ის რომ, ნუ რა ვქნათ? რა ვქნათ? იმას რომ შენ ხარი ჩემი სტაბილურობა, შენ ხარი ჩემი ფუფუნება, მე შენთან ვგზნობ თავს ძალიან კარგად. ნუ უდავოა, აი, ახეთ მეგობრებო, ეხლა ეს ორივე ხართ თქვენ. ხო. თქვენ ხართ მეტი კომფორტი მისთვის, ასე რომ მე შენ გეტყვი, მე თქვენ გეტყვით, რატომაც არა, ხო. ამას გეტყოდათ გულით, კი. აი ეს არის სიმართლე. აი, ნახეთ, ამ კაცაც აწერია სიმართლე. და ანუ რა სიმართლეს გეტყოდათ? იმას გეტყოდათ, რომ რასაც გეტყოდათ, აი ზუსტად ის ყველაფერი არის სიმართლე. ხო, კიდე რას გეტყოდათ? ხო, იმას გეტყოდათ, მეგობრებო, რომ გადაწყვეტილების წინაშე ან იდგა, ან ვდგავარო? ხო. ვდგავარ გადაწყვეტილების წინაშე, რომელსაც ვერ ვიყენებ. რომელსაც შანს ვერ ვიყენებ და ხო, ასე გეტყოდათ, რომ ვარ დანაკარგებში. ჩვენ ბოდიში. ვარ არასრულყოფილებაში. კი, ბევრჯერ მიეცით შანსი ამ ადამიანს თქვენ. შეხედეთ? ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, 8ჯერ. თამარი ზაქეთევანის არის. რამდენჯერ? გეფიცებით მეგობრებო, მეც ძალიან ბევრჯერ მივეცი შანსი. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხო. აი მეგობრებო. აგერ ხო აქ ახლა ერთი ხელში კიდე, აგერ კიდე მეორე აქვს. თქვათ. ხო? აი არ ვიცი რა ვთქვა, რა უწოდო ასეთ ადამიანს, რომელიც ვერ ხვდება, უცოდინარია თუ ვიცი, არ ვიცი, ვერ იყენებს შანსს. რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? მოდი, არა, გრძნობები არ გვინდა, გრძნობა აქვს, ისედაც ვიცით, რომ გრძნობა აქვს. აი, რას გააკეთებს თქვენს გამო? რას გააკეთებს თქვენს გამო? რას გააკეთებს თქვენ გამო? სამყარო? ჩემო ძვირფასებო, ეხლა რასაც გეტყვით, კარგად მომისმინეთ. ეს ამ ადამიანს ეხლა აქ კრიზისი, ამ ადამიანს ყველაფერი შეჩერებული აქვს ეხლა ფინანსებით, ცხოვრებაც, ყველაფერი, ყველანაირ უასოზეა გახვეული, უფულობა, პატიოსნობა, აქ შეიძლება იყოს
აი უიღბლობა, კრიზისი, კონფლიქტი, აი რაღაც ცუდი ტენდენციები ხდება მის ცხოვრებაში. ეხლა აქვს ძალიან ისეთი კრიზისული დრო დამდგარი. უბედურება აქვს ეხლა ირგვლივ რო იტყვიან, ისეთი სიტუაცია აქვს. ამ ადამიანს ხო, უნამუსობა, აბა რა. ხო და ეხლა ამ ყველაფერს თავს არიდებს და თუ იცით რატომ? აქ ჩაირია სამყარო, ხედავთ ხო? სამყარო და ამ ადამიანს უყურეთ ეხლა რა ხდება? ტრანსფორმაციაში შეიყვანა სამყარომ, იმიტომ რომ სრულყოფილებაში მოიყვანოს მისი ცხოვრება, რადგან თვითონ ვერ მიხვდა ამდენი, ვერ გაიაზრა იქამდე და ვერ გაიზარდა იქამდე, იმიტომ რომ ბავშვია, ხმლებით, ხო? ამიტომ სამყარომ მიუკაკუნა, კარებზე უკაკუნა და ამან კარები რადგან არ გაუღო, კუთხეში მიამწყდი ეხლა სამყარომ დაუკეტა ყველანაირი გზა საარსებო, წყარო მე შენ გეტყვი, აგერ ნახეთ გადაწყვეტილება ნახო გეუბნებით, რადგან თვითონ ვერ გადაწყვიტა, აგერ სამყარომ გადაწყვიტა მაგალითად. მიაჯინა მის კამზე რო იტყვია, ხო და აბატონო მეგობრებო, ტრანსფორმაციაში გადაიყვანა და ეს არ გეგონოთ ადვილი. ჯოჯოხეთია გეფიცებით, იმიტომ რომ მე მაქვს ეს რთული პერიოდი, აი არ ვიცი რა ვთქვა, ჩემო ძვირფასებო. აი რა ვთქვა, არ ვიცი. აი იცით როგორი რაღაცაა? ეხლა გეტყვით, ერთი წამით უცებ უბრალოდ გავიხსენო. აი, გამხმარი ფოთოლი რო ვარდება შემოდგომაზე ხიდან, ხო იცით, ხო? აი, აგიხსნით ეხლა უბრალოდ სიტუაციას. გამხმარი ყვითელი ფოთოლი რო ვარდება ხიდან და იატაკზე როა დაგდებული და ქარი რო მოუბერავს, მეგობრებო და საითაც წაიღებს, რო წაიღებს ქარი, აი ზუსტად ესაა. უსიცოცხლოდ რო წაიღებს და სადღაცა რო გადააგდებს. ხო, აი ესაა ზუსტად და ის ფოთოლი, გამხმარი ფოთოლი, გაყვითლებული, ფერდაკარგული, ჩემო ძვირფასებო, აი ზუსტად იმას გიხსნით, რაც მე გავიარე. გეფიცებით. აი ზუსტად სიცარიელეს რო გძნობს ეხლა თქვენი პარტნიორი შიგნიდან. ყველამ რომ ზურგი შეაქცია ეხლა ამ ადამიანს. არავინ რომ არ დარჩა ირგვლივ და ეს გზა მარტომ რო უნდა გაიაროს. დამხმარე რო არ ყავს, წყალის მიწოდებელი რო არ ყავს, აი გულზე რომ მისდის და სულის შემბორიებელი რო არ ყავს, აი ესე მარაო რომ მოუბორიოს, ესეც რო არ ყავს. აი ხო ხვდებით რას ვამბობ? აი ეს სიტუაცია აქვს ეხლა ამ ადამიანს და ეს არის ჯოჯოხეთი. თავს იცი როგორ გრძნობს, აი რო არავის აღარ ჭირდება ზუსტად აი ესე გრძნობს. აი როგორც თქვენ მოგისროლად გამხმარი ფოთოლივით, ხო? აი ზუსტად ისეა ეხლა თვითონ. და აი ესაა ჯოჯოხეთი. აი როგორც მე გავიარე ჯოჯოხეთი ეხლა გადის თვითონ. კეთილი და პატიოსანი. აი ვინქნა ეს სამყარო. რადგან ჩვენ მან ვერ მიხდა ის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხო? რა დღეში შეგიყვანათ, რომ დაატორმოზოს, რომ და უკვე გაჩერდეს, რომ უკვე დაასრულოს ეს ყველაფერი. ხო ვერ მიხვდა და ხო ვერ გაიაზრა, ხო ვერ გადაწყვიტა მეგობრებო. აი ამიტომ სამყარო მიაწვინა ეხლა კუთხეში. ხო, მოუბორიოს, აი ესე, ზუსტად. ზუსტად, აბა რა. არავინ არ ყავს გარწმუნებთ, არ იფიქროთ რომ ვინმე ყავდეს, არ იფიქროთ თქვენ რომ ვინმე ზედარდება ეხლა აგი ადამიანი, თქვენი პარტნიორი ვინმე ზედარდება, ეს არ იფიქროთ მეგობრებო. ერთი წამითაც არ იფიქროთ უბრალოდ. მანიპულატორი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს არ დაგანახებთ, აბა რა, არც მიგვირს. ხო, ამიტომ ელოდეთ ამ ტრანსფორმაციიდან, მე ვერ გეტყვით ეხლა ამას რამდენი დააგვიანდება, უბრალოდ ბოლოს მაინც გადავხედოთ ჩემი ასტრაბარათებით. რას გვეტყვის ეს ძალიან კარგად ეს ჩემი ასტრაბარათები ძალიან კარგად აისახება დროზე, ასე რომ კი მე ვენდობი ძალიან ამ კარგს ჩემ ბარათებს. ხო, არ იმჩნევს, აბა რა, მანიპულატორი რა შეიმჩნევს მეგობრებო. მე მიგზავნი და მის სურათებს ეხლა ვინ შეეკითხა ჯერ, იცი რას გას? მაიმუნი გახსოვთ მე რო თქვი ერთ საჯარო გაშლაში, გოგოებო. არ შეიყვაროთ ლამაზი და სიმპათიური ადამიანი, შეიყვარეთ მაიმუნი. აი ზუსტად მაიმუნია ჩემი მეგობრებო. გეფიცებით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო, მაიმუნი. მაიმუნი მანჭია. მაკაკა.
მაკაკა მაიმუნია მეგობრებო. დედას გეფიცებით ზუსტად მასეთი სურათი გამომიგზავნა. არა და ვინ შეხვეწა რომ გამომიგზავნოს, მაგრამ მე ახლა მაჩვენებს იმას, რომ მე ნახე სად ვარ, მე ნახე როგორ კარგად ვარ ბოდიში და დავაი რა. არ გავეცი საერთოდ პასუხი. იცი რა ვქენი, მეგობრებო? წავშალე მისი მოწერილები ყველა, დავსკრინე, რომ საერთოდ არ ვინახავ მის მოწერილებს და გაუგზავნე სურათი და გასულელდა. არ მოეწონა, რომ მის მოწერილები წავშალე. რატომაც არა, რა შევინახავ თუ რაში მჭირდება. ხო. აი ასე. აბა რა, ზუსტადაც. კიდევ, მოდი ვნახოთ ახლა. აი ამ ტრანსფორმაციის შემდეგ. ახლა მეგობრებო, მის ცხოვრებაში ძალიან ისეთი სტაგნაციის პერიოდია, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ძალიან დიდი ცვლილებები მიდის. ამ ადამიანს თუ გვირგვინი ეხურა თავზე, ჩამოუგდეთ თქვენ ეს გვირგვინი. მისი ცხოვრებიდან ახლა ძალიან ბევრი ადამიანები წავლენ, საერთოდ მარტოდ არ რჩება. ყველაფერი შეიცვლება. ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. აი, როგორც თქვენ შეიცვალეთ და აღარ ხართ ისეთები, როგორიც იყავით ამ ადამიანთან, თავდახრილები, შენი ჭირი მე შენგენ დაცვალეს არა. ეს თუ ეხლა ძალიან ავიდა ქუცურა იყო, მეგობრებო. ქუცურა. შემიძლია სხვა სახელი უწოდო. ეხლა ორჯერ მეტი ქუცურა მოვა. ქუცურებით მოვა. ესე კუდის კიცინით მოვა, მეგობრებო. ხო. აი ესე მოვა მეგობრებო ძალიან შეცვლილი. ხა რამდენ ხანში მოვა მე ამას მერე გავარკვე, მაგრამ ზუსტად ახლა ხო. ნახოთ. აი რომ მოვა. რას გეტყვით? აი რა ენერგიებით მოვა? აი რა მისწრაფებით მოვა? აი რას გააკეთებს რომ მოვა? რა ნაბიჯებით მოვა? მოდი ვკითხოთ, რა ნაბიჯებით მოვა? გაუბედურებული მოვა, მეგობრებო. გაუბედურებული მოვა. აი ასე. კიდევ როგორ მოვა? რა ნაბიჯებით მოვა? როგორ მოვა თქვენამდე ამას როგორ გაბედავს? ბევრთან ვერ მოვა. იმიტომ რომ თქვენ აგერ ხართ. აი ეს ხართ თქვენ. უკან არ დაიხევს მაინც. აი არც ეს თქვენი პოზიცია შეაშინებს. იმდენად გაუბედურებული მოვა უთქვენობით, მეგობრებო, ხო? მაინც გააკეთებს გასაკეთებელს. აი იცი რა, გინდ ფშერი მოკტე და გინდ უჭმელიო. გინდ ნაჭამი მოკტე და გინდ უჭმელიო. მაინც ვკტებიო, ხო, იფიქრებს, ხო? მაინც მოდი მივალ და მოდი ვჭამ და მაინც მოკტეო. მაინც ვკტები და ნაჭამი მოკტებიო. აი ასე იტყვის, მეგობრებო. არ თქვათ, არ დაიწყევლოთ. არ დაიწყევლოთ, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ უსურვოთ ცუდი. მე იმდენი ვლოცე, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ. დავლოცე, როგორ იცი, მთელი მისი საგვარეულო. არ გინდა, არ დაწყევლო. არ დაწყევლო. ძალიან ცუდათაა და იმიტომ მოვა, ღამე უძილობა აქვს. საკუთარ თავთან კონფლიქტი აქვს ახლა. თქვენთან ხო იკონფლიქტ, ახლა საკუთარ თავთან კონფლიქტობს. აი გიხსენებთ, ძალიან გიხსენებთ. ენატრება თქვენთან გატარებული ყველა დრო, ყველა ის წამი და წუთი. ნუ რა ვქნათ ახლა, ამას ვერ წავართმევთ ადამიანს, რატომაც არა. ეხლა ერთი კითხვა მაქვს ასეთი. აი რატომ ბრუნდება? აი გააცნობიერა რომ დააშავა და თავისი შეცდომის აღიარება უნდა და ამიტომ უნდა დაბრუნდეს თუ უბრალოდ უყვარ ხართ და ამიტომ ბრუნდება? აი რატომ ბრუნდება? ხო, აი უყურეთ, რატომ ბრუნდება? აი ესა ყველაზე ცუდი ახლა რასაც ვიტყვი. მაგრამ უნდა ვთქვა. იმიტომ ბრუნდება, მეგობრებო, რომ ჯერ ერთი ბუმერანგი. ნახეთ ეს ჯოხი, აი ნახეთ ეს ჯოხი, ამობრუნებული, ანუ უკან დაბრუნებას ნიშნავს, ჯოხის დაბრუნება უკან ნიშნავს ბუმერანგს.
ხო, ჯერ ერთი იქიდან დავიწყებ, რომ ის რაც მას ჰქონდა, ჩაფიქრებული არ განხორციელდა და ეს იყო უბრალოდ ფუჭი ცარიელი საქციელი, ცარიელი, ანუ თავისი манипуляციებით იმას უნდოდა, რომ თქვენ წამოგებოდით ანკეს, თქვენ ყოფილიყავით დამოკიდებული მასზე და თქვენ უმისოთ ცხოვრება არ შეგძლებოდა. ანუ ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. ხო? ამიტომ თავისი გეგმები არ შესრულდა და არ წავიდა ისე, როგორც მას უნდოდა, თქვენზე ძალა მოეპოვებინა, ამიტომ თქვენ დაგჭათ ეს ძალა, აი არასოდეს ეს არ უნდა იფიქროს ნებისმიერმა ადამიანმა. ვინმეზე მეტი არ ამეით. ვინმე ეს არა. ხო, ამიტომ მეგობრებო, ეხლა უნდა მოbrუნება, იმიტომ რომ ხო, აი სიცარიელი, რა ეგონი ტრანსფორმაციაში და ცარიელი ადამიანი, აბა? რა ეგონა? ეს უარ მომხდარიყო დაბრუნდებოდა თუ არა? ძალაუფლება, აი? ძალაუფლება თქვენზე მეგობრებო. აზზე ხართ? კი, ჩაუვარდა კოზი ნაცარში. ნამდვილად. ხო. აი, ეს ხართ თქვენ. თქვენზე უნდოდა ძალაუფლება. ეს არის ძალაუფლების კარტი. ჩემი ადარავის დაუთმობო და როგორც მე მინდა ისეო. აი თქვენზე. ბოდიში. არ მოხდა ეს ყველაფერი. მას ეგონა რომ გაეკიდებოდით. როგორც ჩემს, ეგონა რომ გავეკიდებოდი. არა, ნუ რაც უკაცრავად. არავითარ შემთხვევაში. ამიტომ უნდა ახლა დაბრუნდება. რომ დაბრუნდება რა? რა? არაფერი აზრი მეგობრებო. სულიერებასთან შორსა ეს ადამიანი. არა. აქ არის უპასუხისმგებლობა და აქ არის ცალმხრივი გრძნობები. აი რაღაც ცალმხრივი არსებობა, ცალმხრივი, ანუ ამ ადამიანს არ ვიცი დაუჯეროთ თუ უნდა არა, თუ უნდა დაუჯეროთ ამ ადამიანს, მაგრამ უპასუხისმგებლობაზე საუბრობს. აი რას გააკეთებს ბოლო-ბოლო, რას გადაწყვიტავს თქვენთან დაკავშირებით. ხედავთ ხო ამ კარტს? ხედავთ ხო მეგობრებო? ერთი წუთით ვერიფიკაციას გთხოვს ეკრანი, ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით. აჰა. ხო. მოკლედ ძალიან განიცდის დაცილებას, ძალიან განიცდის თავის შეცდომებს, ძალიან ცუდათაა ეხლა ამ ყოლაფრის გამო, მიხვდა რომ ჭკუაში მოტყულდა თავისი საქციელით, აი ამის თქმა მინდოდა მეგობრებო. ხო, და ამის გამო ძალიან ცუდათაა. თავის საქციელის გამო არის ძალიან ცუდად. აი ამ სიმართლეს გეტყოდათ. ეხლა თქვენი პარტნიორი, რომ ძალიან ცუდათაა მეგობრებო. რა ვქნათ? თავის თავს დააბრალოს. გეტყოდათ ერთია, მაგრამ უმარგეუბნებათ მეორე. ხა. აი ეს არის ბრძოლის კარტი. ეს ადამიანი, მოდი ახლა კიდევ შემიძლია ვთქვა ისიც, რომ კამათობს თქვენს გამო ვიღაცასთან. თუ თქვენ ხართ მესამე პირი ურთიერთობაში და თქვენ ოფიციალურ ურთიერთობაში არ ხართ მასთან და ეს ადამიანი დაოჯახებულია, თუნდაც არ იყოს დაოჯახებული. მოდი ასე ვიტყოდი. ეს ადამიანი თქვენ გამო კამათობს. თუ თქვენი სახელი არ იცის კონკრეტულად ვინმე, იციან რომ ვიღაც არსებობს ამ ადამიანის ცხოვრებაში და ეს ვიღაც თქვენ ხართ. და კამათობენ. აი ასე. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა და გამარჯვება. თავისი მოსვლით გამარჯვება. უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, რაც არის მოსაგვარებელი. მისი მხრიდან. კიდევ რა უნდა? ხო, უნდა მოლაპარაკებებზე მოსვლა. მაგრამ ვერ ახერხებს. აი შესაძლებლობა არ აქვს ამის.
ამ ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაც პრობლემები მემკვიდრეობის. შეიძლება იყოს აზარტული მოთამაშე, თუ კი მოთამაშეა მეგობრებო. ან კონდეს მავნე ჩვევები. აი რაღაც არის. რაღაცასთან გაქვთ საქმე. რაც არის ახლა არეულ დარეული ამის გამო. კონფლიქტურ სიტუაციაშია. თუ კი თქვენი პარტნიორი არის უცხოელი. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორი იყოს უცხოელიც. თუ უცხოელი არ არის, ჩემო ძვირფასებო, იმ შემთხვევაში, ვისთანაც უცხოელი არ არის, გაუცხოება გაქვთ უკვე ეს ადამიანი თქვენთვის უკვე უცხოა. всё, მორჩა კინო წევიდა სახში. აი ასე. თუნდაც სვავს, აი სვავს, ხო თქვი? ხო, სვავს, აი ესეც არის, კი. მაგრამ ემოცია აქვს, მოსვლა უნდა. კი. ჩამოსვლა უნდა, მოახლოება უნდა. და ვერ ახერხებს. ძალიან ეშინია არასტაბილურობის თქვენთან დაკავშირებით, ძალიან დიდ დანაკარგებშია თქვენთან დაკავშირებით. აქ რაღაც ტყუილებს ქონდა საქმე. ამ ყველაფერზე ფიქრობს ახლა. ნახეთ, როგორ მოვიდეს თქვენთან იმას ფიქრობს. რა გზით მოვიდეს თქვენთან იმას ფიქრობს. მთით მოვიდეს თუ ბარით. ცხენით მოვიდეს თუ თვითფრინავით თუ მანქანით. თუ როგორ მოვიდეს, სერენადები გიმღეროთ თუ შენ დაგეძებდილა თუ გინდიაო გიმღეროთ თუ აი რა გააკეთოს იმას ფიქრობს, გამოსავალს ეძებს. ეს ადამიანი კიდე ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილს გადის ახლა. აი ხო გეუბნებთ ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი ახლა აცადით. ჯორით. კი, ჯორით. ახლა აი ხო გეუბნებთ ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი ახლა აცადით. ჯორით. კი, ჯორით.